გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. 4 შაბათს სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული დანაშაულისთვის 9 წელი მიესაჯა. ალბათ მომავალში სხვა კონკრეტულ დანაშაულებზე იქნება განაჩენი გამოტანილი, ასე რომ ნაცებო არ მოდუნდეთ, ბევრი ვალიდოლი მოიმარაგეთ, წინ ბევრი გულ გასახეთქი ამბავი გელოდებათ. ამჯერად განაჩენის გამოტანისას სააკაშვილის ჩართვა მგონი არ ყოფილა. მანამდე რაღაც სხდომა იყო და მაშინ ვიხილე ჩვენი მარად მესამე პრეზიდენტის მორიგი სამასხარაო ჩართვა. სხვათა შორის შევამჩნიე, რომ ადრე მის უკან კედელზე ზელენსკის ფოტო ეკიდა. ახლა უკვე აღარ უკიდია. ეტყობა გადაუყვარდა ზელენსკი. აღარა ზელენსკი მისთვის საინტერესო. მოვა დრო და უკრაინის დროშის ფერების გაქრება სააკაშვილის პალატიდან და ყველა ნაცის კედლიდანაც. ეხა აი ასე ცხოვრობთ. საინტერესოა, ჩემი თაობა ოდესმე თუ მოესწრება ამ გაუთავებელი პროცესის საბოლოო დასრულებას. დასრულებას და სააკაშვილის გადაბარგებას იმ აპარტამენტებში, რაც მან დაიმსახურა, ანუ ციხის კამერაში. ციხეში მას ექნება სრულიად კანონიერი საშუალება დღეში 1 საათი ისე ირნოს ციხის ეზოში და იქ მას როგორც იქნა მზეც დაინახავს. მიხეილ მზეს ასწუნობდა, მაგრამ მზე მიხეილობდა. მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ მიხეილის მორიგი სიტყვა, რადგან ყველა მისი სიტყვა ეს ცალკე დიაგნოზია. ამჯერად მან გვამცნო, რომ ციტატა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე, პიროვნულად მე კი არა, არამედ როგორც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას. რა გინდა უპასუხო? სააკაშვილი თურმე იდეაა. ანუ ჩვენ ვამბობთ სააკაშვილი გულისხმობთ საქართველოს განვითარებას, აღმშენებლობას, სახელმწიფოებრიობას. რა ფანფარონია ეს სოციოპათი. ისე კი კიდევ კარგი, რომ ასე თუ ისე სააკაშვილი განეიტრალებულია და ადამიანურ და ჰუმანურ ამბავში ვიტყვი, კარგია აქ რომ არის და არა საბრალო უკრაინაში. უკრაინაში ზელენსკის ოფისში რომ ყოფილიყო, არ გამოურიცხავ, უკრაინა რუმინეთამდე უკვე რუსეთის იქნებოდა. სააკაშვილს ხომ ნიჭი აქვს გრძელი სიტყვის მოკლედ თქმისა, ანუ სულ სწრაფია და ვოლოდიმირს სამწლიან ომს ერთ კვირაში წააგებინებდა, თანაც გაცილებით უარესი შედეგით. ახლა ცოტას ვანგლობ, თუმცა ომზე ანგლობა არაა კარგი. მაპატიეთ, მე ზოგჯერ შეიძლება თავკონტროლი დავკარგო. მთავარია დროზე მივხვდე ამას, მოვინანიო შეცდომა და კონტროლი ავადგინო. აფსოს ნეტა ეს თვისება ჩვენს ვაი და უი პოლიტიკოსებს გააჩნდეთ. მონანიება ძალიან დიდი ფაქტორია, მეგობრებო, თანაც ჩვენთან, საქართველოში, ქართველებთან. ნაცები რატომ მეზიზღება? არა, მეზიზღება მას ძალიან ძლიერი ნათქვამია. ნაცები რატომ არ მიყვარს? იმიტომ რომ მათ ეს თვისება, შეცდომების აღიარება სრულიად არ გააჩნიათ და შესაბამისად მონანიებაც არ შეუძლიათ. არც ერთ ნაბიჯს უკან არ დგამენ, რათა თავიანთი სისხლიანი შეცდომები აღიარონ და მოინანიონ. არ ვიცი, ალბათ თავის დროზე რომ ეღიარებინათ საკუთარი დანაშაულებანი, შეიძლება ცოტა სხვანაირად შემეხედა მათთვის, მაგრამ არა. მათი გაგებით ყველაფერი, რაც ჩადენილი აქვთ, არის ჭეშმარიტება და ამ ბოროტების თავი და თავი სწორედ რომ ახლა ვივამეთში გორაობს. დარწმუნებული ვარ, იმ ნევროტიკს, რომ ეთქვა მაპატიეთ შევსთი, არც ქვეყნის მართვის აზრზე ვიყავი და არც არაფრის, ამიტომაც ამდენი რამ დავაშავე. დიახ, ამდაგავარი სიტყვით რომ გამოსულიყო, შეიძლება უბრალმობიერად შეგვეხედა მისთვის. მონანიებიას უდიდესი ძალა აქვს ჩვენს საზოგადოებაზე, მაგრამ არა, რა მონანიება, რის მონანიება? ტიპი ამბობს, მე ვარ სახელმწიფო და მე ვარ განვითარებაო. ასე თუ ისე ნაცების არსებობა დღეს ისევ და ისევ მიხოზეა დამოკიდებული. ის მართლა რომ მოშორებოდა ქართულ პოლიტიკას, შეიძლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაშლილიყო. რასაკვირველია, გაიძვერა ნაცების სხვა სახელითა და ჰაბიტუსით გამოჩნდებოდნენ, მაგრამ ცნება ნაციონალური მოძრაობა
აღარ იარსებებდა. ახლა დავფიქრდი და ალბათ ცოტა მიამიტურა თუ მსჯელობ რა სახელი რომ შეეცვალა თვითონ არსი შეიცვლებოდა სახელს რა ჭკუა როგორც დიდმა შექსპირმა ბრძანა რას ნიშნავს სახელი ვარდის სურნელი ազდის თუნდაც სხვა სახელი უწოდო ასევე ნაცების ანუ სააკაშვილის სურნელი აზდით თუნდაც სხვა სახელი უწოდო მაგალითად ლელო ან ახალი ან საქართველო გახარიასთვის რაც უნდა ის დაირქვან მაინც ყველა ერთი დიდი მიშაა ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია